კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. 31 მაისი პოლიციელის დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ღონისძიებას ადმინისტრაციულ შენობასთან 9 საათზე გამართავს. ღონისძიების ფარგლებში უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს. მთავარ ღონისძიებამდე რამდენიმე საათი რჩება, რა ხდება ადგილზე. ლიკა ალელიშვილია პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. ხანუკა, როგორც შენ აღნიშნე, დღეს 31 მაისია, პოლიციელის დღე და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარეობს მზადება საზეიმო ღონისძიებებისთვის. აქ ყველაფერი უკვე მზად არის, გავლილია გენერალური რეპეტიცია, შენობის წინ განლაგებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები, ასევე აღჭურვილობა და ტექნიკა. საღამოს 9 საათზე დაიწყება საზეიმო ღონისძიება, საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, გაჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 21 საათზე დაიწყება, როგორც გითხარით, ოფიციალური ღონისძიება და აქ შეკრებილ სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ოფიციალური საზეიმო ღონისძიება სრულყოფილად წარიმართოს და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის და საზეიმო ღონისძიების დაწყებასაც ისინი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისათვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმს და შრომას მოითხოვს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს უსურვო წარმატებები, უსურვო ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციელის წოდების წარება დიდი პატივია და დიდი პასუხისგებლობაც. აღსანიშნავია, რომ თითოეული პოლიციელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. მინდა მივულოცო თითოეულ პოლიციელის დღე უსურვო წარმატებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი ყავს სხვადასხვა უწყებები, ასევე წარმოდგენილია სასაზღვრო პოლიციის სამსახურები. ჩვენ წარმოვადგენთ სანაპირო დაცვას. სანაპირო დაცვა აქტიურად უზრუნველყოფს შავი ზღვის საზღვრის კონტროლსა და უსაფრთხოებას და ვამაყობთ, რა თქმა უნდა, რომ ემსახურებით საქართველოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებსაც. პოლიციელის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მადლობა ლიკას. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი წოდება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით თამაზაშვილს. განკარგულებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს კი იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება. განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჯაშუშობის ბრალდები დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, მათ შორის ერთი ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა. კურიერის ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუსის გამოძიებით ირკვევა, რომ რცხილაძე წლების განმავლობაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად იძიებდა და გადასცემდა, სანაცვლოდ კი მატერიალურ სარგებელს იღებდა. რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდები დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს, რომელიც სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის
დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. გამოძიებით ირკვევა, რომ ჩიხლაძე მოქალაქეებისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს. რაღაც არ ვეთანხმებით და არ ვაღიარებთ დადგენილება ბრალის შესახებ რაც დადგენილია. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თავს მიიჩნევს თვითონ უდანაშაულო. დეტალებს ვერ მოგიყვებით, ახლა დამტკიცებულებები დევს შიგნით, მაგრამ რაიმე ესეთი ღირებული, რომ პირდაპირ მტკიცებულება იყოს, რომ ბატონმა გულბაათმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არ არის. ჩვენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვთ, რომ არწეთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იყოს შეფარდებული, ან ალტერნატივის სახით გირაო ბუნებრივია. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანო ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება სულ ცოტა ხნის წინ წარუდგინა ოფიციალური განცხადების თანახმად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოთ უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე წარედგინა დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს შესაბამის ვადაში მიმართავს. პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანო ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოთ უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა. დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მილოცვის ქარდები მიხეილ ყაველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ქართულ ფეხბურთელს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარეც, არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის და არ არსებობს თასი, რომელსაც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს, წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი პოსტი მიუძღვნა დედაქალაქის მერმაც, არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააშხერე. გილოცავ ჩემპიონო, წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. საფრანგეთში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენის გამარჯვების შემდეგ 416 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 283 პირი პარიზში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ თამაშის მიმდინარეობისას დაიწყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ პარკ დე პრენსზე შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro's ცნობით სამართალდამცველების მიმართულებით ფოიერვერკებს ისროდნენ, ფანების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარკ დე პრენსის მიმდებარე არეულობის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო ობიექტი, ხოლო შეტაკების მონაწილეები ველოსიპედებისგან ბარიკადებს აგებდნენ. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გადაკეტა პარიზის წრიული ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობის დროებით პარალიზება გამოიწვია. პოლიციის ცნობით არეულობის დროს 6 ავტომობილი, 2 ბიზნეს ობიექტი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა. ისევ საქართველოს, სადაც ამერიკის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამერიკას საქართველოს მეგობრული ურთიერთობები, რომლის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად საქართველოს ისეთი ღირებულებების პატივისცემას მიიჩნევენ, როგორიცაა სარწმუნოება, ოჯახი, ეროვნული იდენტობა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის განმტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატრიარქო რეზიდენციაში 27 მაისს მიიღო.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-მე დღეს აღინიშნება. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. დღევანდელ დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სული წმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით: მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენი. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გილოცავთ ვიმეორებ აი ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. დღეს შეუძლებელია რომ არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც თელს ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა. შეგვეციოს უფალი რომ მოვიხვეჭოთ მადლის სულისა წმინდისა და რომ შევინარჩუნოთ აი ამ სულიწმინდის მადლის სინათლე და რომ გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში. მადლის სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ფონდი ქართუს მხარდაჭერით მიმდინარე თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედიატური გაიმართა. პროექტი ნარიყალას, სოლოლაკის, მთაწმინდის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტერიტორიებს მოიცავს. ტერიტორია კი 700 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს. გამწვანებით სამუშაოები 180 ჰექტარზე უკვე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, განახლდა სარწყავი სისტემა და დაირგო 672,000 ნერგი. თბილისის ურბანული ტყის პროექტი 2020 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს. თბილისის ურბანული ტყის განვითარების პროექტი მიმდინარეობს 2020 წლიდან ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სრული მხარდაჭერით. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 24 მილიონი ლარია. იგი მოიცავს 700 ჰექტრამდე თბილისის ტერიტორიას, რომელიც იწყება ნარიყალადან, ნარიყალა, სოლოლაკის, მთაწმინდის, ვერის, ვაკის, ბაგების და ოქროყანისა და წავკისის შუალედი ეს ადგილი, რომელიც არის ამ ეტაპზე უკვე სრულად გამწვანებული თითქმის, იმიტომ რომ დაახლოებით 672,000 ნერგი უკვე დაურგეთ. მთლიანობაში პროექტი მოიცავს დაახლოებით 700,000 ნერგის დარგვას. ასევე გავიყვანეთ მცირე ინფრასტრუქტურა, რაც არის ბილიკები, გადმოსახედები, ძელსკამები, ფანჩატურები. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია თავისი სახლიდან დაახლოებით 10 წუთში აღმოჩნდეს მაქსიმალურად ველურ ბუნებასთან მიახლოებულ გარემოში. თბილისის ურბანული ტყე ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც არის ალბათ ითქვას ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული და ეკოლოგიური სივრცე დედაქალაქისთვის და შეიძლება ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უწოდოთ დედაქალაქის თბილისის ამ შემთხვევაში ფილტვები, რაც არის ეს სივრცე დაახლოებით ჰექტარი, უამრავი ხეები დეგრადირებული, ამ შემთხვევაში გამხმარი ხეები მოიჭრა, ახლებით შეივსო დაახლოებით 100,000-ობით ხეის შანაცვლა. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოებრივი ამ შემთხვევაში ფონდი, საერთაშორისო ფონდი ქართულ არის თლიანად აფინანსებს ამ პროექტს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური იმ თვალსაზრისითაც, როდესაც კერძო ფონდი ამ შემთხვევაში აკეთეს ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას უგრის დედაქალაქს და უკეთეს ასეთ სივრცეს თბილისის მოსახლეობას და მოქალაქეებს. ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განიხილეს. ზურა პატარაძემ და რევას სოხაძემ ბათუმის სანაპირო ზოლი დაათვალიერეს, იმსჯელეს ბულვარის რეაბილიტაციის, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლების, საგზაო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. საუბარი შეეხო მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებსაც, აღინიშნა, რომ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს რეგიონის შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკის გაცლიერებას.
ავიარეთ კონკრეტული დეტალები თუ როგორ უნდა განვითარდეს პროექტები, რომელიც დაკავშირებულია სანაპირო ზოლთან, ბათუმის ბულვართან, დავათვალიერეთ არდაღანის ტბა, ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და იგეგმება სრული რეაბილიტაცია, ახალი შადრევანის მოწყობა, ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ჩვენ დავათვალიერეთ პროექტი სამშენებლო სახლი მაგნოლია, რომლის სრული შეფუთვა და პროექტის შემუშავება იგეგმება, ასევე გავლილი იყო, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულება, ბაღების, სკოლების მშენებლობა, რაგბის მოედნების, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა. განვიხილეთ ყველა ის პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს და სამომავლოდ განახორციელებს, მათ შორის არის მასშტაბური პროექტები, ეს არის ბულვარის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის და ასევე ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტებს შეადგენს, ეს არის სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე გავაგრძელებთ ბათუმში ურბანული განახლების პროექტს. ამბროლაურმა ფესტივალ სახიობა რაჭაში 2026 უმასპინძლა ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. სახიობა რაჭაში 2026 დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუსიკალური ფესტივალის სახიობა იმართება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყავს ძალიან ბევრი სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. მინდა ფესტივალს უდიდესი წარმატება უსურვო, 5 წელია უკვე მასპინძლობთ სხვადასხვა რეგიონებს. ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად ფესტივალი ძალიან დიდ წარმატებას აძლევს. 14 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა აი ამ ფესტივალში. სახელოვნებო, სამუსიკო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო ანსამბლები ყველა მობილიზებული იყო, პასუხისგებლობით იყო მოსული, რომ ფესტივალი მაღალ და ხარისხის დონეზე ჩატარებული იყო. მოხარულები ვართ დღევანდელი დღით, ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები მივდივართ. უმჯობესი იქნება კიდევ და კიდევ, რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი ღონისძიება ჩატარდეს ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის. ოპერაში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დავით თორაძის შემოქმედებით საღამოთი გაიხსნა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ფონდი ქართული გალობის მხარდაჭერით გაიმართა. მსმენელის წინაშე კი წარდგნენ ქართული და საერთაშორისო სცენის ვარსკვლავები. კონცერტის პროგრამა მოიცავს დავით თორაძის შემოქმედების ნიმუშებს, კინომუსიკას, საოპერო და საბალეტო ნაწარმოებებს. 4 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ლექსო აღარ არის ჩვენს გვერდით და საბედნიეროდ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ეს ფესტივალი უნდა დაფუძნებულიყო იმავე წელს. და ნამდვილად მუსიკის, ხელოვნების ზეიმია ყოველ წელს თორაძეების სახელით გამართული ეს მუსიკალური ფესტივალი. ბედნიერებაა, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს საგანძური, მათ შორის დავით თორაძის მუსიკა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის მასშტაბი, რომელიც პირველ ფესტივალზე როგორც დავიწყეთ, ისევე გრძელდება და ეს მასშტაბი უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ რაღაცნაირი იმპულსი მივცეთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებსაც აქვს საშუალება, რომ ერთ სცენაზე იყვნენ დიდ არტისტებთან, მაგალითად როგორც ჯანანდრე ნოზედა, რომელიც წელს ჩამოგზანდება, როგორც იყო პავო იარვი და ასე შემდეგ. რუსაველის ეროვნული თეატრი თურქეთში გასტროლებზე გაემგზავრა. სტამბოლის მუნიციპალურ თეატრში წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიჯაჭვული პრომეთე. წარმოდგენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლში კი მთავარ როლს მსახიობი ლევან ხურცია ასრულებს. იმ ემოციებითა ვარ გამოსული, რა ემოციაც აი მაყურებელმა მოიტანა ჩვენამდე. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, აქაც იგივე პრობლემაა, როგორც სხვა უცხო ქვეყანაში, მათ ქართული ენა არ ესმით, ისინი თან კითხულობენ, თან უყურებენ სპექტაკლს, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრ რამეს ისეც იგებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუდგენელია, როგორც შეიძლება ესე ენა რო არის ადამიანმა ესეთი ნიუანსებში გამოყვეს სპექტაკლის თამაშის დროს. მე რა თქმა უნდა მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა თურქ მაყურებელს, დიდი მადლობა სტამბულს,
და დიდი მადლობა ჩვენს მსახიობებს, კოლეგებს, ბატონ რობერტს დიდი მადლობა, შესანიშნავად ჩაიარა სპექტაკლმა. საქართველოს ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნავს ღონისძიებაში მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მხიარული სტარტი, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობა, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ტარდება. არის ფოტოგადაღების სივრცეც, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები ჩაერთვებიან. საქართველოში ბიატლონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა 2025 წელს დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3,5 კილომეტრიანი ბიატლონის ტრასა, რომელმაც ბაკურიანი 2025-ის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა. ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც აერთიანებს სათხილამურო სირბილს და მიზანში სროლას. საქართველოში აღნიშნავთ ბიატლონის საერთაშორისო დღეს, რომელიც პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ერთ-ერთი მაცნე იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ვიწყებთ ძალიან აქტიურად ბიატლონის განვითარებას, ამ უნიკალური ძალიან ლამაზი ზამთრის სახეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს უნიკალური ბიატლონის ტრასა ბაკურიანში, რომელიც ბაკურიანი 2025-ისთვის აშენდა. რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ სახეობის განვითარებისათვის. საქართველოს ფედერაციის ისტორიაში გარკვეულ ღონისძიება ტარდება პირველად. ეს არის ბიატლონის დღე. ასე ვქვია, ძირითადად მიმართულია ბავშვებისკენ, რათა მოხდეს ბავშვების და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება ამ სპორტით, ამ სპორტული დისციპლინით. მოვიზიდოთ ახალი კადრები და ზოგადად ავამაღლოთ ცნობიერება ხალხში ამ სპორტის მიმართ. ფოთის ნავსადგურმა ზღვისპირა ქალაქში უკვე მეორედ ფოთი მარათონი ჩაატარა. მარათონში 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი. წელს ღონისძიებას 100 ბავშვი შეუერთდა. ფოთი მარათონი საქველმოქმედოა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის ხელშეწყობა. მარათონის მხარდამჭერია ფოთის მერია. Full of Gildos, Poti Maratoniskan. Gruza will receive 2 nights with მეორე წელია ფოთი მარათონს ვატარებთ. წელს ორჯერ მეტ მონაწილეს მომასპინძლეთ და მათი ნახევარი უცხოელი იყო, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფოთის, ამ ძალიან ლამაზი ქალაქის გასაცნობად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება. მსგავს ღონისძიებები ჩვენთვის არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ასევე ხელს უწყობს ქალაქის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ნიშაა ქალაქის განვითარების. დღეს 600-მდე მონაწილე იყო და ასევე 251 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო წარმოდგენილი და მონაწილეობდა ჩვენს მარათონში, ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 100 ბავშვი მონაწილეობდა, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ძლიერი გზავნილია. წელს მე პირველად მივიღე მაშინ მონაწილეობა და ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე აღსანიშნავია წელს პირველად დაემატა ბავშვებისთვის ადგილი, რაც ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ჯანსაღი ცხოვრებისა და ჩვევების პოპულარიზაციას და ძალიან მისასალმებელია ეს. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.